ისევ დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და კარგი ამბები. თავარი ღმერთი იყოს ჩვენთან. ესე იგი გაგვითენდა და გადავწყვიტეთ წავიდეთ, იმიტომ რომ ის ტვირთი სადაც უნდა მივიდეთ 90 მაილშია. მაგრამ უნდა წავიდეთ ნერა, იმიტომ რომ 11 საათამდე მუშაობენ, მერე ის იწყება. რაღაც ისა დღესასწაულია ის მადლიერების დღე. და რავი 11 საათზე თუ ვერ ავიღეთ მერე უკვე გავიჭედებით საერთოდ. მეც რა დამიჭერია აქა, აქ შემეშალა ესა. და პერსონალობა. წავედით. ნახეთ როგორ სრიალებს. ნახოთ ეხლა თუ რამე საინტერესო იქნება, მაგრამ რა ვიცი, ეხლა ბევრს უყვართ ხოლმე ეს ზამთრის ამინდები, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან სრიალებს. ეხლა თან ცარიელი ვარ. და იმედია რამე საინტერესო იქნება, მაგრამ რა ვიცი, რა საინტერესო უნდა იყოს ესეთი ლანდშაფტის პირობებში უნდა ვიაროთ ნელა. და მთავარია ცენტრალურ გზაზე გავიდეთ, იმედია რომ იქ ხა მანქანები ივლიან და უფრო გასუფთავებული იქნება გზა. და რაც მთავარია სიცივე -2 გრადუსია რა. ეხლა აქეთ ეს დიდი კომპანია რო იყო ეს Costco გაწმინდეს. და იქით რა იქნება ქალაქში არ ვიცი. ნელა მივიდეთ რომ მე არ დაგვეკითხოს ტვირთი. დავაყენეთ ახლა მე ამას. ხედავ ჩვენ ამბავს. Zamtari ara. Valakita. არა, სრიალებს, არა. ეგეც იმ ხედავ რომ მანქანები არა, უნდა გავჩერდე. წინ მოსრიალებულია მანქანა და არა. At the end of the street, turn right. ნახეთ, ყურეთ, ახლა გავჩერდები მე არა. ყურეთ რა ხდება მეგობრებო. ხედავთ იქით აიგერე, ეს უკვე მოუსრიალა. უკვე ეს მანქანა მოუსრია და ის უკანას დაუდგა. პრობლემები შეექმნა. ნახეთ აიგერე ხედავთ ეს მოუსრია და უკან დაუდგა. მაგასავლელი ეს სხვა გზით წავიდა. ჩვენ ხო არ წავყვეთ ამას. ლუკა კი გვაჩვენებს ხო იცი. 35-ზე უნდა შევიდეთ, მაგრამ არა. ის მანქანა იქიდან წავიდა. არ ვიცი. ხჩორს ხედა, ნახეთ უყურეთ მეგობრებო. რა ხდება ეს სანამ გამოვა უკვე მოუსრიალა იმას, მეც ხომ მომისრიალა და გასხო დავაჭირო, ესე დაიწყო სუსრიალი რა. შეიძლება, არ შეიძლება. იქაც ხო გადაკეტილია და ეს მანქანა რო წავიდა იქითაც ხედა ბევრი მანქანა დგანა რა. იქით ნახეთ. ეს ვიდეოში ჩანს თუ არა.
გაჭედილები არიან. გაჭედილები არიან. აი ტყუილა წამოვედი რა. ისე კი ისე ლოდინი მომიწევს. თან ნახეთ როგორი ქარია. ეს მანქანა საწავა რომ გავა იქით. სხვა გზა არ იქით და მოსხიჩო. აი სუბუქი მანქანაც უკან წამოვიდა. აი დამირეკა ბროკერმა, დამირეკა დისპეჩერმა. რა შვებიო და რა ვიცი ფაუსტას რა გავაკეთო, არ ვიცი მეთქი ახლა მაკვირდები. ის ტრაილერი თუ წავიდა თავს არც მინდავენ რა თელი უბედური მაგაშია. აი ქარი რო არის, ქარი ხა მოხინავს კიდე. რასიზა მე ხა უკან ტრაილერი მოდის. ხა მაგირას გადაწყვიტავს. პირდაპირ წავა თუ ადგილობრივია და იცის გზა. ნახეთ აი ტრაილერი მოდის და უკან მანქანები მოყვებიან. ადგილობრივი მანქანა ალბათ იმ გზას გაუყვება. მოატრიალა. ეხლა რაც მეტი მანქანა გაივლის, იქ უკვე კარგია, მაგრამ ფაქტია რომ იქიდან სადღაც მიდიან, მაგრამ უკვე სად არის 35-ზე გვინდა. ეს პირდაპირ წავიდა. არა, ამანაც მოუხვია. ამანაც მოუხვია. და მიდის იმ გზით. მოდი იცით მეგობრებო, მე რას ვიზა? ის ჯიპი ნახე პირდაპირ გავარდა იქითკენ. აი ჯიპი. ესე ზამთრის წვიმანები არა მეგობრებო. ჩემთან ერთად ხო ხართ? სხვა რა გზა გქონდა რა? იმედია არ მოგაბეზრებს თავს. აი ეს ქარი რო არ იყოს კარგია რა. და ტემპერატურაც ამდენია, -2 გრადუსია და აი დატვირთული რო ვიყო, დატვირთული, აი ჩემ ბედს ძაღლი არ დახკებდა რო იტყვია. ეხლა ჩვენთვის ამოცან უყურე ჩვენ ხო აქ ავართ, აი აგერ გავართ რა. აი ამაზე უნდა მოხდეთ 35-იანი გზა არის ძირითადი გზა. სანამ იქ მოხდები, აი ეს უნდა გაიარო რა, აი ეს გზა. თოვლი არის, არ არის თოვლი, მაგრამ მე ჯერ კიდევ თავს შევიკავებ, იქნებ რაღაცა შეიცვალოს ცოტა ტემპერატურა. ეხლა უკან მანქანა მომადგა. ტრაილერი გაჩერდა და ვერ მოითმინა. ვერ მოითმინა და წავა ეხლა ეს. პატარა ბიჭია და არა უკვე შეეშინდა
უკან ატრიალებს უკან. უკან წავა იქ სადაც მე ვიყავი საწყობში და იქ დაელოდება უფრო და იქით ხედავ რომ გონი წმინდავენ იქითკენ და აბა ნახოთ იქითკენ რა ხდება. აი პოლიცია მოვიდა და გადაკეტა გზა. სად გაუშვეს და აი იქითკენ წადიო მარჯვნივ ხო? მოდის თუ რა ხდება ისიც დახმარება. ეხლა ჩავიხედე ამინში და ქარია რა, ერთი 2 საათამდე და 2 საათამდე რა ვიცი რა. ტემპერატურაც არ იცვლება და ეს მარჯვნივ წავიდა. აიტყო ეს პოლიცია დაელაპარაკა. გადაკეტა გზა ახლა ის თავის მოვლენას ასრულებს. მეორე პოლიციელიც მოვიდა. ესენი გონი არ გამაჩერებენ მე. გავაკეთო მეგობრებო, დავიდე თუ არ წავიდე თუ გავყვე იმას რა. იცილებ რას აკეთებ ხა წავიდე. აი წავა გავრისკოთ აბა წავიდე დელანელა წავა მაშინ. ისინი წავიდნენ იქით, აბა ჩვენ წავიდეთ. ასე გვერდულად გაზდა ვერცი იმას ალბათ დახმარება. მოდი გავაგზავნოთ ჩვენი საქმე რა მეგობრებო, რა ვიცი, იმედია ცენტრალურ გზაზე ის შედარებით აი ესეთი გზა თუ იქნა კარგია. აბა მოვასრიალოთ, აბა დავარჯვებთ. არა სრიალებს, არა სრიალებს. შორიდან ამას უახლოვდებოდი ცოტა ანათებდა და მეტყობა. ეხლა ჩემ მეგობრებოს სულთან სწრაფ ძღოლის ფიქრებში. უბრალოდ ზოგჯერ ხმას არ ამოვიღეთ, თქვენ თვითონაც ნახეთ რა ხდება და თქვენ შეგრძნებებთან, თქვენ ფიქრებთან და თქვენ გრძნობებთან დაგტოვებთ ხოლმე მარტო. In 1.5 miles, turn left on I-35 North.
ეხლა რა პრობლემა გვაქვს ჩვენ მეგობრებო? წეღანას თქვი რომ აი ეს არის რა, აი სულგუკი რო ხარ რა. სიგასავით ატრიალებს. ნახოთ აბა. თან ეხლა ესეთი რაიონია. აშკარად მარილი არ არის დაბნილი რა და ეთქვა მანქანებს აქვს გავლილი და აი მოდიან წმინდავები მოდიან კარგია სადაც არასწორად მოვედი. თუ უკანა მანქანები მოდიან ისინი მასში შეუხურიეს და In 1/2 mile, turn left on I-35 North. აი ესეთი გზა გვინდა, აი ესეთი, აი. ოდათუთმეტიანზე უნდა შევუერთდეთ. GST junction. აი 35 ჩვენ გვინდა ნორფი. აი ცენტრალური გზაც გამოჩნდა 35. აბა მანქანები კარგად სწრაფად დადიან. აი ეს გამარცხი ჩაუხვევ და
I-35 north. თავარი ახაც აი ეს მოსახვეებში უნდა ვიყოთ ძალიან მთლად თუ არ მოგვისრიალდეს. აი, მიაკნეს სოხელი, მიაკნია კუცა თამაშებს ეს სოხელი, თამაშებს. აბსოლუტურად დატვირთული ვიყოთ ახლა რა კარგია. всё, გონი გამოვედით. ეცა. თუ მე სველია ეს კარგია. აი სველია ეს უკვე. ეს უკვე კაი ნიშანია. დავეთით. ეს არის 35 ნორჩვისკენ მივიდივართ. Continue on I-35. გამოვედით. მაღინავს ხედავ ვერც მიტავს. ნუ რაც არის ეს არის მთავარ გზაზე გამოვედით. ეხლა რომ თქვენს რო არ დაგალოთ მეგობრებო, დაგემშვიდობებით. და ესე თოში მოგვიწეს სიარო, ესეც არა სასიამოვნო, მაგრამ იმას ჯობია რომ ასე ცენტრალურ გზაზე რო ხარ მაინც უსვარ. კარგით აბა მეგობრებო, ყველა წარმატება, ბედნიერება და მერტი იყოს ჩვენთან. მერტი იქნება ჩვენთან, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვიქნებით მასთან. იდეალურად იქნება ყველაფერი. კარგად მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. ჩვენეთ ერთ-ერთი ზამთრის დღის წვირმადით.